გამარჯობა სვენელებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ღვთაებრივის სახელმძღვანელოდან მეხუთე ალგებრის სახელმძღვანელოდან მეხუთე თავის გარჩევას. ჩვენ გავჩერდით 5.71-ზე და მოდით რამდენიმე მაგალითი ახლა ცითად მაგალითებია წარმოდგენილი ირაციონალური გამოსახულებების გამარტივებაზე და მოდი ახლა მივყოთ ხელი ერთად გავხსენოთ. რა ხდება? ნუ პირველივე მაგალითი, ხო? აქ არის 1 გამოკლებული 2 ფესვი 5 +5. ძირითადი აქ აქცენტი გაკეთებულია პირველშიც მეორე მაგალითშიც, რომ შესაძლოა თქვენ ირაციონალური გამოსახულების სახით მოგივიდეთ აი ფესვის შიგნით შეგხვდეთ ზუსტი ხარისხი. სიტუაციაზე თქვა თუ კუბური ფესვია, ზუსტი კუბი იყოს შიგნით ამ შემთხვევაში, ახლა კვადრატული ფესვია და ზუსტი კვადრატი იყოს. ალბათ ძირითადად ჩვენი დავალებები ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდების ეგიდით შემოიფარგლება ალბათ რომ კვადრატებით. მეოთხე ხარისხიც რომ იყოს, კუბიც რომ იყოს, ჩვენ ამის თანახმა უნდა შევძლებთ. არ იქნება ახლა რთული კონტექსტი და შევძლებთ. აქაც თუ ამას იეჭვებთ, თქვენ რომ აი ხო არის ეს ზუსტი კვადრატი. ძალიან მარტივი გადასამოწმებელია. თან ავტორი დაგვიხმარა აქ და მაგალითის ავტორი ერთგვარი რაღაცა მინიშნებები მოგცა რა. პირველი რიცხვი 1-ის კვადრატია, მეორე რიცხვი ფესვი 5-ის კვადრატია, მესამე რიცხვი ბოდიში. ხოლო მეორე რიცხვი მეგობრებო არ არის გაურკეცებული ნავრავი, როგორც პირველის ერთიანის, ისე მეორისი ფესვი 5-ის. დიახაც არის. ვაშა გამოდის. გამოდის რომ ეს იქნება 1 მინუს ფესვი 5-ის კვადრატი. ოკეი. აბა მოხსნათ ახლა ჩვენ ვიცით რომ კვადრატი და ფესვი ერთმანეთს აბათილებენ, მაგრამ კლასიკური განმარტება არ დაგავიწყეთ. კვადრატული ფესვის, არითმეტიკული კვადრატული ფესვის უმნიშვნელოვანესი თვისება, ხერხემალი თვისება ალბათ ალგებრის, რომ ეს არის 100 მოდულის ტოლი, ხო? ახლა, ანუ აქაც ეს იქნებოდა 1 მინუს ფესვი 5-ის მოდულის ტოლი, მაგრამ რადგანაც 1 მინუს ფესვი 5 უარყოფითი რიცხვია, მოდულის გარეშე ეს გამოსახულება რომ ჩავწეროთ, დაგჭირდება წინ მინუსის გამოყენება, ხო? ანუ მინუსი ნიშნით მოიხსნება მოდულს, ამ რიცხვს, ამ გამოსახულებას მოდული. და შესაბამისად იქნება -1 პლუს ფესვი 5. ნუ ეს იქნებოდა პასუხი ამ პირიქით ფესვი 5 -1 შესაძლოა ასეთაც დაწერა. მოდი გადავავლოთ თავს ახლა ხო გავაკეთეთ სწორად? კი, სწორი. ვაგრძელებთ მეორე მაგალითი 71-ის. 5 მინუს 2 ფესვი 6 და ახლა ცოტა ვიმდევთ, აი თან ეგ რომ სხვა თემაში მოგვივა, გადავიდით რაღაცა სიტყვაზე თქვათ მართკუთხა სამკუთხედია მოცემული და კათეტი შეიძლება იყოს ასეთი ჰიპოტენუზა, მაგარი უშტო რიცხვია, ხო, სამოქმედოთ ახლა და სამუშაოთ. მაგრამ აქაც ეჭვი უნდა გავიჩნდეთ. ხო არ არის ეს ზუსტი კვადრატი. აი თვითონ 5 მინუს 2 ფესვი 6 ხო არ არის რაიმეს კვადრატი. ახლა მაინც რისი კვადრატი უნდა იყოს? ეს რაიმე, ეს x იქნება ერთწევრი. ანუ იდეაში იქნება რაღაცაჯერ რაღაცა, თუნდაც ფესვიანი იყოს ეს რაღაც ამის ეს იქნება x-ი. ან ეგ გამოსახულება იქნება აი ამის კვადრატი, ვერ? იმიტომ რომ ერთწევრის კვადრატიც ერთწევრია. ასეთი რაღაც იქნება, ხო? ნამრავლით დაკავშირებული რიცხვები იქნება და აქ ორწევრია, ხო? მინუსით არის დაკავშირებული ერთმანეთთან ერთწევრი. მაშინ მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ თქვენი ეჭვიანობა, ჩვენი მათემატიკური გამოძიება და რა სახის უნდა იყოს თუ 5 მინუს 2 ფესვი 6 არის რაიმეს კვადრატი. აი ეს რაიმე ეს x-ი როგორი უნდა იყოს? ალბათ უნდა იყოს მეგობრებო ეგეც ორწევრის სახის. ნუ მრავალწევრის ფორმის რა. და თან მინიმუმ ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს ირაციონალური. ანუ ალბათ x-ი დაახლოებით ასეთი სახის იქნებოდა ფესვი 100 მინუს ფესვი b. რატო? იმიტომ რომ თქვენ თუ ასეთ აი x აიყვათ კვადრატში, ანუ ფესვი 100 მინუს ფესვი b-ს აიყვათ კვადრატში, დააკვირდით რა მოხდება პირველი წევრის კვადრატი. ანუ ფესვი 100 კვადრატი. გამოკლებული, გაურკეცებული, დავრავლი.
დამატებული მეორე წევრის კვადრატი. აქ ირაციონალობა მოისპობოდა. აქაც მოისპობოდა და იდეაში დამრჩებოდა მე, რომ ეს არის a + b, ანუ x კვადრატი არის a + b-ს გამოკლებული ორჯერ ფესვი ab. ანუ x კვადრატი იქნება როგორც რაციონალური ნაწილის, ისე ირაციონალური ნაწილისგან შემდგა. იგივე არ არის აქაც 5 არის რაციონალური ნაწილი, მისი წარმოქმნა წილადის ფორმით შეიძლება, 2 ფესვი 6 არის ირაციონალური. ოკეი, კი ბატონო. მოდი მაშინ ასე ვქნათ. ჩვენ ესე იგი ისი იქნება a-b სახის რიცხვი და x კვადრატი იქნება a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab. შესაბამისად a კვადრატს პლუს b კვადრატი იქნება რაციონალური ნაწილი, ხოლო თუ რაიმე ფესვის შემცველი იქნება, ანუ ირაციონალობის შემცველი, აუცილებლად ეს იქნება გაორკეცებული. გაორკეცებულში ვერ მოისპობოდა ირაციონალობა. ირაციონალური. შესაბამისად, მეგობრებო, ახლა თუ ჩვენ კონკრეტულ მაგალითზე გადავართ 5 მინუს 2 ფესვი 6-ზე, a კვადრატს პლუს b კვადრატი უნდა ყოფილიყო 5, ხოლო 2ab უნდა ყოფილიყო 2 ფესვი 6. ახლა აქ არ გინდათ არ დაეწყოთ ეს სისტემა, კვადრატულ განტოლებათა სისტემა. არ გინდა ახლა ამ სისტემის სახით ამოხსნა, ასეთი მაგალითები რომ მოგივათ, დიდი ალბათობით a და b ნატურალური რიცხვები იქნება და არა წილადი და რაღაცა კიდევ უფრო სხვა ფორმის, სხვა ტიპის და სიჯვის და ზოგადი რაღაცა მარტივი ალგებრული ოპერაციების საშუალებით გავალთ ფონს. მოდი ყოველთვის ამ ფესვიდან გაორკეცებულიდან ვიმშელებთ ხოლმე. AB რას უდრის? AB უდრის ფესვი 6 და თქვენ უნდა დაფიქრდეთ ახლა ფესვი 6 როგორ შეიძლება იყოს მიღებული ორი რიცხვის გადამრავლებით ისე მეგობრებო რომ შემდეგ ამ რიცხვების კვადრატების ჯამმა მომცეს 5. ეგ მარტივი მისახვედრია. a იქნებოდა ფესვი 3, b იქნებოდა ფესვი 2. მათი კვადრატების ჯამი ფესვის 3-ის კვადრატს, აი დიახაც, აქედან გამომდინარეობს, რომ a კვადრატი იქნებოდა 3, b კვადრატი იქნებოდა 2 და მათი კვადრატების ჯამი იქნებოდა 5. ძალიან მაგარი. ანუ გამოგვივიდა მეგობრებო, რომ ჩვენ მივაგენით x-ი რა გამოდის? გამოდის ფესვი 3 მინუს ფესვი 2. ხო? ანუ a მინუს b და შესაბამისად x კვადრატი იქნებოდა ფესვი 3 მინუს ფესვი 2-ის კვადრატი. კი ბატონო, აბა დავწეროთ. ესე იგი რა გამოდის? შიგ თავსი არის ფესვი 3 მინუს ფესვი 2-ის კვადრატი. მაგაც ესე რომ მოხსნის კვადრატი ფეს მოდული დარჩება და ფესვი 3 მინუს ფესვი 2-ის მოდული შეაფასეთ რომ შიგ თავსი დადებითია და შესაბამისად გამოვიდოდა ისევ ფესვი 3 მინუს ფესვი 2. თავსვე ნიშნით მოიხსნებოდა მოდული. მგონია ეს საკმაოდ კარგი ამოცანაა, კარგი მაგალითია, კარგი სიტუაცია და ჩვენი მათემატიკური ხედვის გასავითარებლად კონკრეტულად ამ ნაწილში ირაციონალურ გამოსახულებებში კარგი იქნება თუ მსგავს რაღაცები გვეცოდინება და დავინახავთ და მოკიდებლად შევასრულებთ. შევამოწმოთ მაინც 61-ის მეორე თუ დავძლიეთ სწორად. კი, სწორად არის დაძლეული. კარგი, გავაგზავნოთ. სადავართ ახლა ჩვენ. მოდი მესამე მაგალითი ვნახოთ, რას გვთხოვს. პრინციპში ჩვენ თავარი კონცეფცია ვთქვით და ამის იქით ახლა დიდად რთული დასანახი აღარ უნდა იყოს სიტუაციები. მაინც დავწეროთ. ანუ 5 ფესვი 3-ს დამატებული ფესვი 50 და 5-ს გამოკლებული ფესვი 24. შეფარდებული 75 და ფეს მინუს 5 ფესვი 2, ნუ ეგ ახლა შეგვიძლია არც გაგვიკეთებინა, ძალიან მარტივი იდეა აქ ჩადებული. მაინც ვნახოთ რამე ვერ არის გართულება. ნაწილობრივი ამოფესვები გავაკეთოთ. 5 ფესვი 3 დავტოვოთ. 50 ხო 25-ჯერ 2-ია და 25-დან ფესვი ამოვა. ეს 5 ფესვი 2-ია. ქვემოთ მეგობრებო
24-იც ნაწილობრივ რომ ამოუფესოთ, ეს არის 20 ჯერ 6, ანუ 2 ფესვი 6, მე ასე. შემდეგ რაც შეეხება ახლა ქვემოთ, აქაც 75 25 ჯერ 3-ია და 5-დან ამოდის 25-დან ამოდის ფესვი 5 ფესვი 3-ია, აქ 5 ფესვი 2. მოდი, პირველიდანაც 5-იანი გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, ფესვი 3-ს პლუს ფესვი 2-ია. ზემოთაც 5-იანი, არა, ზემოთ არ გადის ჩხილებს გარეთ, ბოდიში 5 მინუს 2 ფესვი 6-ია. კი ბატონო, საინტერესოა. და ქვემოთაც 5-იანს თუ გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, ფესვი 3-ს მინუს ფესვი 2. ეხლა აქ რამდენიმე ეს ხუთები შეგვეცოთ და სხვადასხვა გაგრძელება შეიძლება მოვიფიქროთ, მაგალითად შეიძლება თქვენ დაინახოთ, რომ ეს ზუსტი კვადრატია, იმიტომ რომ ზემოთ ხო უკვე გავაკეთეთ აქ. და შეიძლება დაგინახა, რომ ეს ფესვი 3-ს მინუს ფესვი 2 ზუსტი კვადრატი იყო და შესაბამისად ასეთ სახეს მიიღებდა ჩვენი ამოხსნა. ის და შეიკრიცებოდა, ზემოთ არჩევოდა შეუღლებულების ნამრავლი, ანუ ფესვი 3-ის კვადრატს გამოკლებული ფესვი 2-ის კვადრატი და ეს იქნებოდა 1. კარგი, მაინც გადავამოწმოთ, კი, სწორია. სხვანაირად როგორ შეიძლება და ამის გაკეთება? სხვაგვარად შეგეძლოთ მეგობრებო, ირაციონალობა მოგესმოთ ნიშნულში, ანუ ნიშნელიც და მრიცხველიც გაგემრავლებინათ ფესვი 3 პლუს ფესვი 2-ზე და ქვემოთ 1-იანი დარჩებოდა, ზემოთ ამის კვადრატი იქნებოდა, აი, ყვავით კვადრატში მიიღებდით შეუღლებულებს, მერე გადაამრავლებდით და გამოვიდოდა 25 მინუს 24 და იქნებოდა 1. ბოდიში გიხდით, რომ ასე ზეპირად თქვით შემოვიფარგლებ, მაგრამ არა ესეთი სირთულე და დრო რომ ვარგოთ ასე შემოვიფარგლებ. მოდით ახლა მეოთხეს გავაკეთებ და ისე წამოშალოთ და ცხრიელი გვერდიდან დავიწყოთ. ხედავთ, რომ რიცხველშიც კუბური ფესვია, ნიშნულშიც კუბური ფესვია და n-ური ხარისხის ფესვის თვისები, ჩვენ შეგვიძლია ეს შევიტანოთ ერთ ფესვში, არა? ზემოთ გვექნება 4 პლუს ფესვი 17 კვადრატში, მეგობრებო, შეფარდებლი ფესვში რომ შევიდოდა უკვე მხოლოდ 4 მინუს ფესვი 17 დარჩებოდა და დამატებული ფესვი 17. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აი, მარტო აქ შეგიძლიათ აი ამ წილადში ნიშნულში ირაციონალობა მოსვლოთ. ანუ კუბური ფესვი დავდოთ და აქ რა იქნება? ანუ 4 მინუს ფესვი 17, ანუ ამ წილადის მნიშვნელი გავამრავლოთ მის შეუღლებულზე, მაგრამ რიცხველიც ხო უნდა გამრავლდეს ახლა და რიცხველიც რომ გამრავლდება მეგობრებო შეუღლებულზე, გახდება უკვე კუბი. კვადრატი იყო და ანუ ამაზე რომ გამრავლდებოდა, შესაბამისად გახდებოდა კუბი. ძალიან. მაშინ რა გამოდის? რიცხველი ამოვიდოდა კუბური ფესვი და კუბი და დარჩებოდა ასე ვთქვათ, მოხსნიდა რიცხველი. დარჩებოდა 4 პლუს ფესვი 17, ხოლო ნიშნულში, აი მოდი ესე დავწეროთ ჯერ არითმეტიკული n-ური ხარისხის ფესვის თვისება, ესე იგი ცალკე რიცხველი ამოფესოთ, ცალკე ნიშნელი ამოფესოთ, მაგრამ თან ნიშნულში დავწეროთ, რომ ეს არის შეუღლებულების ნამრავლი, ესე იგი პირველის კვადრატს გამოკლებული მეორის კვადრატია რა. ასეა, ზემოთ ეს კუბი კუბს მოხსნის და დარჩება 4 პლუს ფესვი 17 და ქვემოთ მეგობრებო 16-ს გამოკლებული 17 იქნება ხო? 16 მინუს 17-ია, 16 მინუს 17 მინუს 1-ია და კუბური ფესვი მინუს 1 და მეგობრებო ეს არის მინუს 1, ანუ ქვემოთ იქნებოდა მინუს 1, ანუ მინუს 4-ს მინუს ფესვი 17 დარჩებოდა რიცხვს რომ ნიშნულზე გავხდით. ანუ რა გამოგვივიდა ახლა ამაგრებში? გვაქვს მინუს 4-ს მინუს ფესვი 17, მე ებატება აქ ფესვი 17 და გამოდის მეგობრებო რომ ფესვი 17-ები ერთმანეთს გააბათილებენ და პასუხი იქნებოდა მინუს 4. კარგი, გადავამოწმოთ ისევ, კი ბატონო, სწორია. მოდით მეხუთეს დავაკვირდეთ ახლა რა ხდება და მგონი ეგ წილადია. ესე ჩამოსხოლოთ. აი, ასე არის შალად მოცემული. მე რა დავინახე ახლა? ასეთ მაგალითებს ხოლმე სხვადასხვა გაგრძელება გააჩნიათ და უცებ რა დავინახე. აი, ეგ ნაწილობრივ ამოფესვა რომ გავაკეთოთ ახლა ამის რიცხვებში. აი, ფესვირვიდან. ასე ხო იქნებოდა?
და მოდი დავწერთ ცალკე რიცხვს ცალკე ფესში, აი ფესი 2 რო არის ცალკე ფესში. დამატებო. აი აქაც მეორე, აი აქაც იგივეს ვიზამახლა ცალკე გადავიდან რიცხვს დამიშნელს ფესებში და აქ იქნებოდა 3-2 ფესი 2. კი ბატონო. ნუ ახლა საერთო მნიშვნელია ფესი 2 შეგვიძლია გავაერთმშველიავთ, მაგრამ აი ეს რომ ეგეც მეგობრებო არის შიგთავსი ზუსტი კვადრატი. აი როგორ უნდა ვიხდეთ ახლა თუ ეს ზუსტი კვადრატია იქნება a + b კვადრატის ტოლი ხო აი ეგ და შესაბამისად a + b კვადრატი ხო არის a კვადრატს + b კვადრატს + 2ab და a კვადრატს + b კვადრატი იქნებოდა 3 ეს ხო ყოველთვის რაციონალური ნაწილი გამოდის და ეს იქნებოდა ირაციონალური ნაწილი ანუ ფესი 2 შესაბამისად 2ab თუ არის 2 ფესი 2-ის მეგობრებო ab გამოდის ფესი 2 და რა დროს შეიძლება მიიღოთ ფესი 2 ნამრავი ბევრნაირად მეგობრებო მაგრამ აქ ჩვენ პირველ რიგში ვიხილავთ ფესი შიგნით რომ ნატურალური რიცხვი იყოს ისე რა აი ფესი 2-ჯერ 1 არ არის იგივე ab კი მაშინ მოდი ახლა გადავამოწოთ ფესი 2-ის კვადრატი უნდა იყოს და ფესი 1-ის კვადრატი ჯამში 3-ია დიახაც არის მაშინ თავისუფლად შეგვიძლია დავწეროთ რომ 3 + 2 ფესი 2 ეგ იგივე არის ფესი 2 + 1-ის კვადრატიდან ანუ მოდი გადავიდეთ აქ ანუ ეს იქნება ფესი ფესი 2 + 1-ის კვადრატიდან დამატებული ფესი 2 - 1-ის კვადრატიდან ანალოგიურად იქნება აქაც კვადრატი და ფესი 2 ერთმანეთს გააბათილებენ დამრჩება მოდულში ფესი 2 + 1 დამატებული მოდულში ფესი 2 - 1 და შესაბამისად მოდული როგორ მოეცდება პირველი ხო დადებითია შიგთავსი მეორეც დადებითია მეგობრებო შიგთავსი ანუ ორივეს მოეცდება თავისივე ნიშნით ფესი 2 ხო 1.4-ია და ახლობით 1 რო გამოაკლდება ნუ 1-ზე დიდი 0-ზე დიდია დადებითია ფესი 2 + 1 + ფესი 2 - 1 -1 ბათილდება რიცხვში იქნებოდა 2 ფესი 2 და ეს 2-ზე რომ გაიყოფა შესაბამისად ისე ფესი 2-ზე რომ გაიყოფა შესაბამისად დარჩებოდა 2-ი გადავამოწოთ პასუხი დიახ საფრთხეში 2-ი კარგია გავიძენებთ რას გვიქადის ეგ კარგია იმიტომ რომ ძალიან მარტივია მაგრამ თავისუფლად შეიძლება აქ მოსწავლემ შეცდომა დაუშვას უყურებს ახლა მოსწავლე მოდი მე-7 დავეწერა მოდი მე-7-ს დავწერა რაღაცნაირად ისე მომიწონა და მე მე-6-ესაც მიუბრუნდეთ რა გამოწვევა უნდა ვნახოთ უხედავთ ასეთ რაღაცას და ასე უცებ ხედავ რომ თუ ამასაც ფეში შეიკვეცება ხო რიცხველი დავნიშნული ანუ ეს დიდ ფეში ასე რომ შევიტანო როგორ შევიდოდა მოდი ასე ვიზამთრ ან აქაც ფესი რომ გავაჩინო 1 - ფესი როგორ შევიდოდა კვადრატით შევიდოდა ხო და ძალიან მაგარია ბედნიერი ხარ ახლა აქ აბა რა უნდა იყოს და კაი ერთი დიდი ხაფანგია დაგებული სწორედ ამ ოპერაციით მეგობრებო როგორი რიცხვია ეს უარყოფითი და როდესაც უარყოფითი რიცხვი ფესვი შიგნით შეგავს ამსაუბრეთ ჩვენ რა ვთქვით რაღაც ისეთი დათქმა რომ მოვიფიქრეთ აი შხამი მათ რო წარმოვიდგინოთ ეს უარყოფითობა და შხამი უნდა დატოვოს გარეთ მინუსი უნდა დატოვოს ფესვის გარეთ უარყოფითი რიცხვი როდესაც შეტყავთ ლუცი ხარისხის ფესვში ხორჩა აი ეგ იყო ერთი დიდი ხაფანგი პატარა ხაფანგი ახლა ამას თუ შეიტანით ფესვის შიგნით რა თქმა უნდა ეს არის შეიკვეცებოდა და დაგჭებოდათ მეგობრებო მინუსი მოსევოთ ფესვი 7 შეხარდებული ერთთან და თუ გინდათ -1 ქონოთ დაწერეთ მინუს ფესვი 7 იქნებოდა პასუხი დიახაც სწორია მოდი აბა რას გვეუბნება მე-6 რა უნდა მოდი ნახოთ მოდი გამოვიდა გაკეთებული მაგრამ პატიეთ
კარგი, მოდი ხوار შევამარტივოთ ცოტა თავიდანვე. 125-დან მოდი ნაწილობრივ გამოვიტანოთ ფესვი. 125 25 ჯერ 5, ანუ ეს იქნება 10 გამოკლებული 25-დან გამოიფესვება 5-ია, 5 ფესვი 5 და ქვემოთ არის ფესვი 5 ჯერ 2 მინუს ფესვი 5-ის კვადრატი. ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? თავის ზემოთ 5 აი რომ გავიტანოთ ჩხილებს გარეთ. 2 მინუს ფესვი 5 ხომ დავრჩება. კი ბატონო. და ქვემოთ რომ გავაკეთოთ ნაწილობრივი ამოფესვა. 5-დანაც ამოვიღოთ ფესვი და ფესვი ამოვიღოთ 2 მინუს ფესვი 5-ის კვადრატიდან. რა თქმა უნდა, ესენი გავაბათილებენ ერთმანეთს, მაგრამ რა დარჩებოდა? დარჩებოდა მოდულში 2 მინუს ფესვი 5. მაგრამ მეგობრებო, რადგანაც 2 მინუს ფესვი 5 უარყოფითი რიცხვია, ხო, ფესვი 5-დან 2-ზე დიდი რიცხვია. შესაბამისად, ამას მოდული როგორ მოიხსნებოდა? პირდაპირ ნიშნით, 5 ჯერ 2 მინუს ფესვი 5 შეფარდებული ფესვი 5 გამრავლებული ეგ მინუსი ჯერ 2 მინუს ფესვი 5. ეგ მინუსი რომ იზოლირება გამაკეთებინა ფესვი 5-დან ეს გარიფრთხილი მიტოვებს და არ შეგაშინოთ. ეს მარტივად იკვეცება. 1 რჩება აქაც 1 5 და ფესვი 5 იკვეცება ფესვი 5 რჩება და რა გამოვიდა? ფესვი 5 არის ზემოთ, ქვემოთ კი დარჩა -1, ხო, ეგ მინუსი ხო დარჩა. ესე იგი მინუს ფესვი 5 გამოვიდა პასუხი. გავამოწმოთ ახლა სწორია. კარგი იყო, მეშვიდეც კარგი იყო, ესეც კარგი იყო. ნახეთ, აი გამოსაზე შეიძლება ერთგულიან შევიდეს ეს და უცებ რაღაცნაირად ზედმეტატიული მოგვეჩვენოს და ხაფანგში ჩავგრათ ფეხი. რას გვეუბნება ახლა? ვიცით, უფლება ჩვენ თავს კაი მოდი, იყოს რამდენ წუთს წაგვართმევს ახლა ეს. ხო, გავაკეთოთ. ორჯოფობა სჯობს ვიმოქმედოთ. მოდი პირდაპირ დავწერე ახლა მე. ფესვი 2 მაგალითად შეგვიძლია წარმოადგინოთ. ბოდიში ეს 0.02 2 მიასეთი, ხო? მოდი აგერინოთ, ეგ არის 2 მიასეთი, ანუ ეგ არის იგივე 1.50 და ასე დავტოვოთ, აი ასე და აქედან ფესვის იქნებოდა ფესვი 2 შეფარდებული 10-თან. ეს უკეთესი არ არის, ან 4 ჯერ ფესვი 2 მიათედი იქნებოდა ეს. გავატებული. რაც შეეხება ახლა ფესვი 125-დან და ნუ ეგ არის ფესვი 1 ანუ 125 1000-ი. ეს იკვეცება ეგ იგივე არის 1/8 ფესვით. ახლა წარმოიდგინეთ ნიშნულში რომელიც ანუ 1 რომ იყოფა ფესვი 1/8-ზე, ეგ იგივე რა არის, ამოტრიალდება და ფესვი რო არ არის, კი არის. ანუ ეს იქნება 2 ფესვი 2 მეგობრებო მეორე წილადი. ნუ როგორ გავაკეთე ეგ 0.125 წარმოადგინე 1/8-დან და ვაკეთე. მოდი გავხსნათ ჩხილი. ანუ რა იქნებოდა? აქ იქნება 4 ფესვი 2 10 გავავრავთ 5 ფესვი 2-ზე დამატებული 2 ფესვი 2 გავავრავლოთ 5 ფესვი 2-ზე. შესაბამისად, ჩვენ აქ მივიღებთ 5 4 ეს 20 კაი ასე 2 4 შეიკვეცება 2 2 ჯერ ფესვი 2 ჯერ ფესვი 2. ეს არის 4 მეგობრებო, ფესვი 2 ჯერ ფესვი 2 2-იანია და გამოვდავრსე. აქ რა იქნებოდა? ფესვი 2 ჯერ ფესვი 2 არის 2. 2 ჯერ 2, ანუ 2 ჯერ 5 10, 10 ჯერ 2 20 და წესით უნდა გამოსულიყო 24. კი ბატონო, გამოვიდა. მე-9 მაგალითი რას გვთავაზობს ახლა? მოდი დავაკვირდეთ მე-9. ფესვი 3 მინუს ფესვი 2 რავდები. მოდი ცოტა შევალამაზოთ, ხო? რიცხვში არის ფესვი 3 პლუს ფესვი 2, მაგრამ ნიშნულში რა გამოდის? ნიშნულში არის, აი ეგ არის მეგობრებო 3 მიასეთი, ამიტომ იქნება ფესვი 3 მიათედი მინუს 1.50 მიათედი, მოდი 2-ზე რომ გავურავოთ რიცხველი დამნიშველი, ხო იქნება 2 მიასეთი იქნება, ხო? ანუ ამიტომ ფესვი 2 მიათედი იქნება, მეგობრებო, ნახეთ. ეს დავინახეთ ახლა და იყოს, მოდი
არ გავკითხოთ, რომ ცოტა ასე პირდაპირ თუ დაწერეო. არ არის რთული დასანახი, ზემოთ გამოვიყენეთ აგერ 200-ი და 1.50 ხო არის 2-ზე რო გამრავლო მიწველი და მშველი 200-ი და ანუ 100-დან კარგად ამოდის ფესვი და მით. კარგი, რა მოხდება ახლა? ესე იგი, აი მოდი ამ წილაც რომ მივხედოთ, თვითონ შიგნით, ფესვის შიგნით ეს ხო არის ასეთი მომენტია, ფესვის ამს მინუს ფესვი 2/10-ია ვქრები და ეს რო ამოტრიალდება, ეს არის იგივე 10-ჯერ ფესვის ამს პლუს ფესვი 2 შეფარდებული ფესვის ამს მინუს ფესვი 2-დან. ეგ შეგიძლია რიცხვის დანიშნულიც გაამრავოთ შემოვლებულზე, ანუ ფესვის ამს პლუს ფესვი 2 გამრავლდება ფესვის ამს მინუს ფესვი 2-ზე და რიცხვებში იქნება რა 10-ჯერ ფესვის ამს პლუს ფესვი 2-ის კვადრატი, რომ რიცხვსაც დანიშნულსაც გამრავლებით აი ამას. ქვემოთ არის ფესვის 3-ის კვადრატს. გამოკლებული ფესვი 2-ის კვადრატი, ეგ არის 1 ხო, 3-2. და ანუ დაგვრჩებოდა მეგობრებო, რა დაგვრჩებოდა, ნახეთ, ეს ფესვის 3 მინუს ფესვი 2 ხო დარჩა გარეთ. გამრავლებული. ამ ფესვში დაგვრჩებოდა 10-ჯერ ფესვის 3 პლუს ფესვი 2-ის კვადრატი და გამრავლებული ფესვი 10. ნუ შეგვიძლია მეგობრებო, აი, ეგ ნაწილობრივ ამოფესოთ. ანუ რა იქნება? ნუ პირველ თანავალს გადავიდა, ეგ ფესვი 10, ეს აქედანაც ყვა ნაწილობრივ ფესვი და დარჩებოდა ფესვის 3 პლუს ფესვი 2, ხო? იმიტომ რომ კვადრატული ფესვის 3 პლუს ფესვი 2-დან კვადრატში ეს მოხსნიდნენ, დარჩებოდა მოდულში ფესვის 3 პლუს ფესვი 2, მაგრამ რადგანაც ეს დადებითია, ამიტომ პირდაპირ დავწერდით ფესვის 3 პლუს ფესვი 2. და ეს შეუძლებლობის დამრავლი არ გამოდის დიახაც. ანუ ეს იქნება ფესვის 3-ის კვადრატს გამოკლებული ფესვის 2-ის კვადრატი, ანუ 1. ხო, და მოვიწყდა რა, აი ეგ, ხო, ბოდიში. ამ ფესვი 10-ი გამრავლება დავაწყდა. ფესვი 10. და ნუ ეს იქნებოდა ამათი ნამრავლი. ერთიანი და ფესვი 10-ჯერ ფესვი 10 იქნებოდა 10. ანუ პასუხი გამოვიდოდა მეგობრებო 10-ჯერ 1, ესე იგი 10. გადავამოწმოთ კვლავინდებურად. კი ბატონო. და მოგიწყოთ. ეს დიდი გამოსახულება ჩანს ახლა, ხო? თიცოთი ასე ვთქვათ ჩვენ სადავართ ჩვენ ვართ მე-10-ზე. კარგი. და მე-10 მაგალითი. მოდით თან რა ვქნათ, იცით, ცოტა დრო რომ დავზოგოთ 2 მინუს 2 ხარისხში 1 მეოთხედია, ხო? ამოტრიალდება მინუსი ამოატრიალებს და შესაბამისად გამოვიდა. კარგი. აი ახლა აქ რომ შიგთავსია, ამას რამეს მოუხერხებთ თუ? ვითომ ხო, აი, არ ვიცი, ახლა მე ვხედავ რა მოგატყოთ აქ რა. კაი, მოდი რა ვქნათ, იცით? გადავწეროთ ეს რაღაც კი ბატონო ასე კვადრატში, მაგრამ ხო, აქ 2 წილადი გვაქვს. ერთი ეს წილადი და მეორე ეს წილადი და მოდი ორივე წილადში ცალ-ცალკე მოვხსნოთ ირაციონალური. ანუ რა იქნებოდა? ქვემოთ იქნებოდა ფესვი 2 პლუს ფესვი 1 ჯერ ფესვი 2 მინუს ფესვი 1 და ზემოთ მექნებოდა იგივეზეც რომ გამრავლდებოდა, რიცხვიც რომ გამრავლდებოდა იგივეზე ფესვი 2 მინუს 1-ის კვადრატი. მე 2-ჯერ. აქაც ანალოგიურად მეგობრებო, ფესვის 3 პლუს ფესვი 1 გამრავლდება ფესვის 3 მინუს ფესვი 1-ზე და რიცხვში მექნება ფესვის 3 მინუს 1-ის კვადრატი. ერთიანი აქ. გავადებული. აი, აქ უნდა დაინახოთ ოქრები, რომ აი ეს გამოსახულება არის იგივე 1 მინუს ფესვი 6-ის კვადრატი. გაშლილად ცალკე ეწერა და არ იყო რთული დასანახი. კი ბატონო, იყოს ასე. კარგი, აბა მოდი. ახლა აქ რა იქნებოდა? ნიშნოში ხო ფესვი 2-ის კვადრატს მინუს 1, ანუ 1 არია. კი ბატონო. აი, ეგ 1 არის.
აქ რა იქნებოდა? ეს ხო ფესვის 3-ის კვადრატს, ანუ 3-ს გამოკლებული 1 არის 2 და ეს არ შეიკვეცებოდა. ანუ რა მიჩნევა? 1/4 ჯერ აქ ერთიანი თუ არის პირდაპირ ფესვი 2-ს მინუს 1-ის კვადრატი გამოკლებული აქ ფესვი 3-ს მინუს 1-ის კვადრატი დამატებული 1 ყვავილი კვადრატში პლუს 2-ჯერ 1 მინუს ფესვი 6-ის მოდული ეს კვადრატი და ეს ფესვი ერთმანეთს შეკვეცდა. ვაგრძელებ. მოდით ახლა შიგნით აი აქ ავიყვანოთ კვადრატში აბა სხვა ხეირი არ ჩანს. მათი შეუღლება კი შეიძლება დამრავლად დავშალოთ კვადრატული სხვაობა. მოდი ავიყვანოთ კვადრატში. ფესვი 2-ის კვადრატი 2. გამოკლებული გაუკეთებული დამატებული 1. გამოკლებული ფესვი 3-ის კვადრატი 3. გამოკლებული გაუკეთებული დამრავლი დამატებული 1 და პლუს 1. დამატებული ამას მოპირდაპირ ნიშნით მოექცეოდა მოდული ხო? მინუსით მინუს ფესვი 6. აბა ვაგრძელებთ და რა იქნება ახლა? ესე იგი, რომ გაიხსნება ჭრილი 2-ს დამატებული 1 ეგ ხო 3 და ამ 3-ს გააბათილებს. კარგი ბატონო, მე ნახეთ -1 და +1 ეს ერთიანობიც ერთმანეთს გააბათილებდა და რჩებოდა ესე იგი 1/4 ჯერ -2 ფესვი 2-ს დამატებული ეს უარყოფითი იყო და ეს მინუს მინუსი პლუს იქნება 2 ფესვი 3. პლუს ვარკვე შეიძლება ახლა ჩვენ რაღაც ისე გამოდის რომ ფესვი 2 ფესვი 3 და ფესვი 6-იც უნდა დაგვრჩეს და მოდი თავიდან გადავამოწმებ აბა მექანიკური შეგან გადაწერაში ხო არა მაქვს მე-10-ში 3 უნდა დარჩეს პასუხი? ვა საინტერესო ასურებთ ახლა ჩვენა ბოდიში აქ კვადრატი დავიწყე ხო კიდევ კარგი აი ეს ორიანი ხო დავარწდა კვადრატში აყავდა გადავჭით შეცდომას მოდი ეგ მინუსი ახლა აქ აი გაშლილად დავწეროთ მინუს 2-ჯერ 1 2 იქნებოდა აქ პლუსი იქნება ხო 2 მინუსი მინუსი 2 ფესვი 6. კარგი ბატონო, ახლა აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აი აქ შეგვიძლია 2 გავდამჩვილებს გარეთ და ცოტა დავალებოთ აი ფესვი 3-ს მინუს ფესვი 2 დავწეროთ და ეს რომ კვადრატშია 2 ცალკე კვადრატში იქნება 4 და ფესვი 3-ს მინუს ფესვი 2-ის კვადრატი რა იქნება? ფესვი 3-ის კვადრატი 3-ს გამოკლებული გაუკეთებული დამრავლი 2-ჯერ ფესვი 3-ჯერ ფესვი 2 ანუ 2 ფესვი 6 და დამატებული ფესვი 2-ის კვადრატი ანუ 2. ანუ იდეაში რა გვაქვს ახლა? 1/4 ჯერ 4-ჯერ 5 მინუს 2 ფესვი 6. არ გამოდის ასე? ხო? ეს ორიანი წავიდა კვადრატში 4 იქნება, ესეც ავიღოთ კვადრატში 3 + 2 5-ია და -2 ფესვი 6. გამოკლებული 2 დამატებული 2 ფესვი 6. ჭრილს თუ გავხსნით, აქ იქნება 5 გამოკლებული ფესვი 6, გამოკლებული 2 დამატებული 2 ფესვი 6 და 3 იყო პასუხი. დიახაც, 3 არის პასუხი. კარგი, მოდი მე-11-ზე ვნახოთ. ну მე-11-ში მოდი თავიდანვე დავინახოთ, რომ ირაციონალურობებს თუ მოვსწრებთ 4 წილადია, ხო, თითოეულ წილადში. ну რა გამოვიდოდა? ესე იგი, პირველი წილადის ნიშნელი ფესვი 4-ს პლუს ფესვი 5 გამრავლდებოდა ფესვი 4-ს მინუს ფესვი 5-ზე, ხო? ზემოთაც ფესვი 4-ს მინუს ფესვი 5-ზე გამრავლდებოდა. მერე დამატებული ფესვი 5 პლუს ფესვი 6 უნდა გამრავლებულიყო ფესვი 5. მოდი დიდს გამოვაკლებ, პატარას უფრო კომფორტული იქნება. აი აქ. იდაპირ მერე ბევრი მინუსის წერა არ მოწევს. ასე. აქაც 6 მინუს ფესვი 5. შესაბამისად, ბრიცხველიც ფესვი 5 მინუს ფესვი 4-ზე და ფესვი 6 მინუს ფესვი 5-ზე. დავატებული ანალოგიური ხაზგობლებო
ფ6 პლუს ფ7 გამრავლდება ფ6 მინუს ფ7-ზე და რიცხველიც ფ6 მინუს ფ7-ზე მრავლდება დამატებული ფ7 პლუს ფ8 მრავლდება ფ7 მინუს ფ8-ზე და რიცხვა კოდიში პირიქით ვქოთ. პირიქით გამოვავალოთ კონკრეტულია უფრო რა მნიშვნელობს. ასე, ზემოთაც რიცხველიც გამრავლდებოდა იგივეზე და ბოლო მაგალითი ეს გადავწერეთ. ახლა ვხედოთ რა არის შეუგლებელობის ნამრავლია ოღონდ რომელი არის ის ნიშანს ფ5 ხო? ანუ ფ5-ის კვადრატს გამოაგდებოდა ფ4-ის კვადრატი. ეგ ერთი არ არის. ანალოგიურად მეგობრებო, აქაც ფ6-ის კვადრატს გამოაგდებოდა ფ5-ის კვადრატი. ეგ ერთი არ არის. აქაც იგივე იქნებოდა. ანუ ჩვენი მაგალითი მიიღებდა სახეს. რიცხველი გაიყოფოდა 1-ზე, ხო? ასე. ანუ მოდი პირდაპირ დავწეროთ, იქნებოდა ეს დამატებული. იქნებოდა ეს რო გაიყოფოდა 1-ზე. დამატებული. ანუ აქ შემეშლა. ეს პირიქით უნდა დავეწერა. შესაბამისად. ეს იქნებოდა ფ7 მინუს ფ6 დამატებული ფ8 მინუს ფ7 და ბოლოს ფ8 გვიმოდა. ეს და ეს უკვე ერთმანეთს. ეს და ეს უკვე ერთმანეთს. ეს და ეს უკვე ერთმანეთს. ეს და ეს უკვე ერთმანეთს და გამოდის მინუს ფ4, ანუ იგივე -2 გამოდის მეგობრებო მე-11. გადავამოწმოთ კლავიტელურად, ბატონო, სწორი არის ეს. გავაგზავნოთ. მე-12 რა სიტყვავს მეგობრებო ახლა? კაი, აქ ეჭვი მაქვს რომ აქაც შეუგლებელზე გამრავლება უშველის თითოეულ მათგანს ესე იგი 6-1 6-4 კი აშკარად აჯობებს თორე ამათი გაერთმშველიანება ამ სახით მაგარი ცუდი იქნება. მოდი ასე ვქნათ ახლა მე აი დიდ ჭხილზე პირველ ჭხილზე ვიმუშაო, ჯერ აი ამაზე ვიმუშაო. და ეს რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 15 ჯერ ასე იგი ფ6 მინუს 1-ზე ხო გამრავლდებოდა ამ რიცხველი დანიშნული. ქვემოთ იქნებოდა, მოდი პირდაპირ დავწერთ ფ6-ის კვადრატს გამოკლებული 1-ის კვადრატი, ხო? ფ6 მინუს აი ფ6 მინუს 1-ზე რო გამოვავლებით. მეორე წილადი, ეგ პირველი წილადი, მეორე წილადი ფ6 პლუს 2-ზე რო გამოვრავლებინა, უკვე იქნებოდა 4, რიცხველიც გამრავლდებოდა ფ6 პლუს 2-ზე და მნიშვნელში იქნებოდა მეგობრებო ფ6-ის კვადრატს გამოკლებული 2-ის კვადრატი. გამოკლებული ანალოგიურად 3-ის კვადრატს გამოკლებული ფ6-ის კვადრატი და აქ იქნებოდა 12 ჯერ 3 მინუს ფ6. აი მოდი ჯერ ამას მივხვდით პირველ წელს. აქ მნიშვნელი რა არის? აქ მნიშვნელი არის x-1 5. აქ მნიშვნელი არის x-4 2. აქ 9-3, ანუ 9-6, ანუ 3, ანუ საერთო მნიშვნელი იქნებოდა მეგობრებო რამდენი? 30, ხო? არ ვცდები, ახლა მოდი კიდე x-4, არა, არ ვცდები. ასე იქნებოდა 30 გაყოფილი 5-ზე 6, ანუ 6 გამრავლებით 15-ზე, ანუ აქ იქნებოდა 90 ჯერ ფ6 მინუს 1, მე 30 გაყოფილი 2-ზე 15, 15 ჯერ 4, 60 ჯერ ფ6 პლუს 2, 30 გაყოფილი 3-ზე 10, 10 გამრავლებული მინუს იმაზე, ანუ -120 იქნებოდა. შესაბამისად და აქ იქნებოდა 3 მინუს ფ6. აბა აი ახლა ახლა მოდი უცებ გავხსნათ ჭხილების ზემოთ. აუ ისე 30-ზე კი იკვეცება. მოდი შევკვეცავ. აუი რა ვქენი, რა ვიწვალე. მეგობრებო, პოდიშ. ასე სწორი იყო ეგ, აი 15 5-ზე არ იკვეცებოდა აქ. 4 2-ზე არ იკვეცებოდა
12 3-ზე არ იკვეცებოდა და მარტივად ეს რო დავწეროთ ახლა რა იქნებოდა 3-ჯერ 3 ფესვი 6 მინუს 3 აქ დამატებული 2 ფესვი 6 პლუს 4 გამოკლებული 4-ჯერ 3 12 და მინუს 4-ჯერ მინუსი ანუ პლუს 4 ფესვი 6 ფესვების ჯამი ანუ გამოდის 5 ფესვი x პლუს 4 ფესვი ანუ 9 ფესვი 6 და აქ გამოდის მინუს რაღაც შემეშალა ახლა 3 - 1 - 11 გონი შეგვეშალა მეგობრებო ნახოთ მე-12-ში კი შემეშალა რა შემეშალა ახლა შემეშალა ის რომ აქ შეუღლებულზე რომ გამრავლდებოდა აქ 3 პლუს ფესვი 6 იქნებოდა ეს შემეშალა შესაბამისად ანუ აქ იქნებოდა მინუსი იქნებოდა ეგ ერთი დეტალი კიდევ ყურადღებით დავაკვირდეთ 2 ფესვი 6 3 ფესვი 6 უწესით ეს 4-ჯერ 3 4-ჯერ ფესვი 6 ну ასე არის ხო ანუ რა გამოდის ახლა აქ შესაბამისად ესე გამოდის 3 2 4 გამოაგდება 1 ფესვი 6 იქნება ასე და -11 ხო? კი ბატონო -11. კარგი. ნუ რა გამოვიდა? გამოვიდა რომ თლიანად ამ რჩხილის ესე გარედან მოდულშია, მოდული და მე ეს ფესვი 6 - 11 მრავლდება ფესვი 6 + 11-ზე. დაუკლებული 32 ეგ გამოდის. ნუ უცებ შეუκლებელობის ნამრავლია და ფესვი 6-ის კვადრატს, ანუ 6 გამოაგდება 11-ის კვადრატი, ანუ 121 და 121, ხო? დიდი რიცხვია. და შესაბამისად ეს იქნება 6 - 115-ია, ოღონდ დადებითი 115 იქნება, რომ ექნება მოდულში +32 და ეგ გამოდის რამდენი? 83. კი ბატონო 83 არის პასუხი. მოდი ბოლომდე მივიყვანთ ახლა ჩვენს კავერდები. მაგალითია, ოკეი. აქ მოდი ახლა პირდაპირ მოხსნათ მე-13-ში მოდულები, მეგობრებო. ფესვი 3 არის ერთი მთელი რაღაც. და ანუ რომ გამოაგდება ორი უარყოფითი იქნება. ესე იგი მოდული მოიხსნება მოპირდაპირე ნიშნით. მე ახლა რაც შეეხება აი აქ ფესვი 10 არის სამი მთელი რაღაც, ხო? 3-ზე დიდია. 3 რომ გამოაგდება დადებითი, ამიტომ მას დადებითი ნიშნით მოიხსნებოდა მოდული. შეიძლება რა თქმა უნდა გადმოვა ის. მე ორჯერ ფესვი 3. ნუ ფესვი 3 ერთი მთელი რაღაც არის, 1.7-ია მეგობრებო და ახლობით 2-ზე რომ გამრავლდება 3.4-ია, 4 რომ გამოაგდება, ნუ ეს აშკარად 4-ზე პატარა გამოდიოდა და ამიტომ სხვაობა უარყოფითი იქნება. მოდული მოიხსნებოდა მინუსი ნიშნით, წინ კიდევ ერთი მინუსი აი აქ და ამიტომ პლუსი დაჯდებოდა საბოლოო ჯამში აი აქ. ასე და 6 - ფესვი 40, ნუ ფესვი 40 6 მთელი რაღაცაა, ხო? ფესვი 36-ზე დიდია და შესაბამისად ამას მინუსი ნიშნით მოიხსნებოდა უკვე მოდული. ასეთი რაღაც იქნება. კარგი, გავხეთ აბა ბოლომდე ახლა ის რას გვიქადის? მინუს ფესვი 3 პლუს 2 პლუს ფესვი 10 მინუს 3 პლუს 2 ფესვი 3 მინუს 4 მინუს 6 და მინუს ანუ პლუს ფესვი 40, უბრალოდ ფესვი 40-დან ნაწილობრივ ამოვიღოთ ფესვი და ეს იქნება 2 ფესვი 10. კარგი. ვაბა რა ხო ახლა ხდება. ეს და ეს გავსი წევრებია, 2 ფესვი 3 გამოაგდება ფესვი 3-ია. მოდი აგე ფესვი 10-ს ვისაუბროთ. თუ არ შეგვშლია ეს არის 3 ცალი ფესვი 10 და რაც შეეხება ახლა ამას ეგ -1-ია. -5 - 11 გამოგვივიდა მეგობრებო. ნახოთ გადავამოწმოთ. კი ბატონო, სწორია, ასე დაჭდა. რაღაცა ისეთი მას პასუხი არ არის, მაგრამ ასთავარია სწორია.
მოდით მე-14-ს შევასრულოთ ახლა, ნახოთ რა სიტყვებს ჩვენგან. ესე იგი, ეს არის 3-ჯერ და ნახეთ, ეს და ეს კვადრატული ფესვი რომ მოხსნიდა ერთმანეთს, ხო, უნდა დავწერო 2 - ფესვი 6-ის მოდული. კი, უნდა დავწერო. პლუს, ხო, ეს გადავწეროთ. მაშინ რადგან პირველში მოდული გადავწერე, აქაც გადავწერ და ავეც მინუს ფესვი 54. კაი, აბა წავიდეთ. ეს უარყოფითია, მეგობრებო, შეგნით, ფესვი 6 2-ზე დიდია, მოდული მოიხსნავდა მინუს ნიშნით, ანუ -3 ჯერ მინუს ფესვი 6 იქნება. მერე, ფესვი 24-დან ეს არის 5 არ არის, ხო? 4 მთელი რაღაცა არის და შესაბამისად დადებითია შიგთავსი, მოდული თავისივე ნიშნით მოიხსნებოდა. და მოდით თან ნაწილობრივ ამოფესოთ, მეგობრებო, ესა 4 ჯერ 6 4-დან ფესვი ამოდის და ფესვი 6-ია. პლუს 4 ფესვი 6 პლუს 18 მინუს 54 პრინციპში რამდენია? 9 ჯერ 6-ია, ხო? ახლა 3 ფესვი 6 იქნებოდა, აქედანაც ნაწილობრივ მოგვიფისვა და გავხსნათ ახლა ჭხილი, ეს იქნება -6 პლუს 3 ფესვი 6 პლუს 14 მინუს 4 ფესვი 6 პლუს 4 ფესვი 6 პლუს 18 მინუს 3 ფესვი 6 3 ფესვი 6 3 ფესვი 6 აბათილებს 4 ფესვი 6 4 ფესვი 6 აბათილებს და აქ რა რჩება -6 და 14 დადებითი 8 პლუს 18 26 უნდა მიგვეყო დადებითი მეგობრებო. აბა მოდი ნახოთ ახლა რამდენად კი ბატონო სწორია. მოდი ეს ვიდეო დავამთავროთ და გავაგზავნებ მე მომდევნო ვიდეოში 5-ს 62-ს. აბა დროებით.